მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თქვენი ნინია, მე ვარ ახლა თქვენი თხოვნით ჩამოვედი ახალგორში წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძარში, ნახეთ. მე მთხოვეთ თქვენ რომ დიდი ხანია ელოდებით ჩემი ძველი გამომწერები, ახალი გამომწერები, წყევლა, საგვარეულო წყევლა, ჭორები, შური, ბლოკები, ნახეთ რა ხელა წმინდა ტერიტორიაა. ეს ახლა არის დიდი დღეები, ძალიან ძლიერი დღეებია სააღდგომოდ და უნდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი, ესე დაგათვალიერებინებთ, ხალხი დადის, მოძრაობს და აქ შევედი მე თქვენთვის, ნახეთ უკვე მოგიმზადეთ სანთლები აქედან უნდა წამომეღო, ესე დადის თქვენი ნინია თქვენთვის, თქვენ რო ხართ ჩემთვის და ნახეთ რა სასწაულია საოცრება, ნახეთ უყურეთ და ეხლა ჩაგიტარებთ, ეს არის წინამდებარე შეგვეციოს აი ამ მთების და ძალის მადლი, წმინდა გიორგის მადლი ჩვენ ოჯახებს, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს და აი ეხლა უკვე ეს ჩათვალეთ რიტუალია დავიწყე, რომ ესე იგი ზანზარი გაუდიოდეს ჩვენს მტრებს მეგობრებო, ვინც ახლა სააღდგომოდ ძლიერეს და უწყინვალეს დღესასწაულებს სამწუხაროდ ჯადოქრები იყენებენ, შავი მაგის წარმომადგენლები აი ამ დღეებს და ესე უკვე მარცხდებიან მეგობრებო. ნახეთ, შეგვეციოს როგორი ყვავილებია, ნახეთ პატარა საყვარლობები. ნახეთ. ეხა მე თქვენთან ერთად უკვე დავარტყი წრე, მაგრამ მინდა რომ თქვენთან ერთად დავარტყა წრე, ერთი წრე, ვისაც ეჩქარება გათიშოს ვიდეო და გავიდეს, მე არ მაინტერესებს ესეთი ხალხი, ვისაც უნდა რომ საგვარეულო წყევლა მოიხსნას, ოდითგანვე გაკეთებული და დღემდე დადებული, აი ესე ახლა მე შემოვარტყავ წრეს, ერთ წრეს ხალხი დადის, ერთ წრეს შემოვარტყავ, აი შიგნით ნახეთ რა ხდება, ნახეთ როგორი, აი უყურეთ, აი ეკლესია, აქ ვიყავი, ვილოცე თქვენთვის, უბრალოდ შიგნით შევალ, ახლა მე კიდე შევალ, აგერ მე ვჩანვარ, გამარჯობათ, შევალ და თქვენთვის დაგათვალიერებინებთ, შეგეციოთ უფალი, ნახეთ ახლა როგორც ყოველთვის პირველი რა კეთდება ეკლესიაში, უყურეთ, აი ნახეთ, თქვენს მაგივრად, ჩემი ძალებით, ჩემი წინაპრების ძალებით, უფლის ძალებით, აი ესე თქვენთვის, აი ხა პირჯვარი გადაიწერეთ მეგობრებო, ჩემთან ერთად. შემდეგ, როგორც კი შემოვედი, აი ესეთი სიტუაციაა, ხატები, ნახეთ, ცოტა მზე ურტყავს, მაგრამ არა უშავს, ნახეთ რა ხდება, ნახეთ ზემოთ, აი როგორც ვახერხებ, მომიტევეთ როგორც ვახერხებ, მთელი სიძლიერე ჩამოყურებს, ზევიდან დაგвყურებს და ნეტა იცოდეთ მე ხა როგორი შეგრძნებები მაქვს, სულ ესე იგი მთელი ესენია სანთლები, აი აქედან წამოვიღე, უძლიერეს სანთლები, მაგრამ მე შევურევ ჩემს სანთლებს, აი ესე წამოვალ უკაცრავად, შევურევ, დაგათვალიერებინებთ, რომ ძალები
უკაცრავად იქით შესვლა არ შეიძლება? კურთხევის გარეშე არ შეიძლება, ხო? ხო, კარგით, მადლობა. ხატებს გადაუღებ. შეგვეწიოს მისი მადლი, ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს. ნახეთ რა საოცრება აღმერთეთ ჩემო. ეს ვინც ახლა ემიგრანტებია, წასულები, აი შეგეწიოთ ყველას მადლი. აი ასე. მოკლედ მეგობრებო, ეს იქნება გაგრძელება, იგივე რიტუალი რო დავიწყე მე წეროვანში. ახლა გავააქტიურებ. სუ კანტაკუნტით ცვიოდა სანთლები. სანამ მე გავააქტიურებდი. აი ეს ის სანთლებია, რო გაჩვენეთ. ჩემო გამემწერებო. ხო, ნახეთ რა დღეშია სანთლები. ხედავთ? წკაპაწკუპი აქვს, მეგობრებო. წკაპაწკუპი აქვს, აქ დაცვებით ვართ, არ შეგეშინდეთ. სარკისებური, ბუმერანგი, ყველაფერი კარგად ნახეთ, ხედავთ ხო? იქ ტაროებიც დევს ჩვენი წინაპრების და ასე შემდეგ. მე უკვე აქ თავბრუმ ეხვევა, სერიოზულად თავბრუმ ეხვევა. აი სამი შავი სანთელი ეს ნეგატივია. მე ეხლა ცოტა უნდა წამოვდგე მგონი ცოტა უნდა წამოვდგე. აიცადეთ, ნინი არ დაიწყოს. მოკლედ ეს ხვეულები, ეს არის ხე. ნახეთ, სანთლების ხმა გესმით? წკაპწკუ. აქ არის ყველა ის ძალა, რომელიც ესე იგი საჭიროა, ყველა ნათელი მაღალი ძალები. ანუ როგორ გითხრათ, წინაპრული ხაზი მოვიწვიე, მაგრამ თქვენს წინაშეც ვიწვევ და ესე როგორ ავანთვერტდი. ოპა. თქვენს წინაშეც ვიწვევ. გამოვიყვან კონტაქტზე და ერთი წუთით მეგობრებო, სხვანაირად არ გამოვა. აქედან გადავუკიდებ, უკვე არა უშავს. ეს სანთლები მე ნახეთ, უჭერს, დაიწყო მუშაობა. ეს სანთლები მეგობრებო, დახვეულზე გეუნებით სადღაც 1 წელი თუ არა. აქ როგორ მე უნდა შევძრე 1 წუთით, როგორ მე უნდა შევძრე. აი ეს ადვილად არ ხდება არაფერი, ხედავთ? ჩემო საყვარლესო მეგობრებო. დაიწყო ყველაფერმა მუშაობა. სარკისებური. და ეხლა გავააქტიურებ. ეს არის სასაფლაოზე, ეხლა რასაც ვააქტიურებ სასაფლაოზე. წაკითხული საფლავზე. იმ მიცვალებული საფლავზე, რომელიც მე წლებია მუშაობ. რა თქმა უნდა, ჯადოს მოხსნისთვის და ასე შემდეგ მიწამო მაქვს მუშაობ. მე ჯადოს არ ვაკეთებ, ბევრი მწერს აი ეს გაგვიკეთე, არ არსებობს. მე ჯადოს არ ვაკეთებ, ნუ მწერთ, მე ვხსნი. და ასე შემდეგ. მიწა საფლავის მიწა ხო გვინდოდა? მიწაც ამ სანთელშია ყველაფერი. აი ეს
აქ ეხლა არის მეგობრებო 9 მუხლი მაქსიმუმი 9 თაობა, აი გადათვალეთ თქვენი რამდენი წლისაც ხართ ეხლა უყურებთ, გადათვალეთ. ეს არის 9 თაობა, წყევლები, შური, თვალი, ჯადოები, პრივაროტები, მიბმები, ჩათხრები, ჩახსნები, თქვენ ფინანსურ არხზე, თქვენი წინაპრების ფინანსურ არხზე, ვინც დაჯდა, მარტოობა, უბედობა, სიღარიბე, ჩხუბები, დაშორებები, კაცი რო უცებ მიდის ქრება თქვენი ცხოვრებიდან და ვერ იგებთ რა ხდება, წყევლები, მოწყევლები, ზურგიდან წყევლები, ნახეთ ეს შავი სანთელი რა დღეშია, ზურგიდან წყევლები, ასევე თქვენი წინაპრების მეზობლებიც კი ჩავსვი აქ ხდებით, იქედან იქნებ მაინც რა იცი რამე იყოს გაკეთებული ხდებით, ხო? ეგეც ჩავსვი მეგობრებო, ეს იმუშავებს, ახლა იმუშავებს და რა თქმა უნდა აგერ სარკეში მე კიდე მოვაბრუნებ, ასევე წითელ კვერცხზე გაკეთებული ჯადოები, შავ კვერცხზე გაკეთებული ჯადოები, შავი მამლის და ქათმის ფრთებით გაკეთებული და ბრჭყალებით და ფეხებზე და ნისკარტებზე, ბუმბულზე გაკეთებული ჯადოები, შავი ქათმის კვერცხით გაკეთებული ჯადოები, ეს გეუბნებით წინაპრო, აქ იხსნება წინაპრების წინაპრული თქვენ გვარზე დადებული წყევლები მოკლედ. სიყვარულზე, აი ეს წითელი, ცეცხლისფერი, სისხლისფერი, აი ეს იგივე სანთელია, წამოვიღეთ 14 დიდი სანთელი და 4 მომცრო სანთელი. აქ არის ეთერზეთები, ეს იგივე არ გავხსნი ახლა, მაგრამ დატვირთულია და დაიტვირთება კიდე იგივე სანთელია, მე ისევ გამოგვადგება რიტუალებში. ხო, უკანა აქ თვალია. აი მეც გამოვწიოთ ცოტა. აი თვალს ხედავთ, აი თვალი. ეს ბუ სიბრძნე თავისთავად, რუნები გვიცავენ და შემთხვევით აქ არაფერი არ დევს. ეს კვანძები, აი ეს კვანძები, ხო ხვდებით ეს კვანძები არის, ნახეთ უკვე ჩამოვიდა, ნახეთ როგორ ჩამოვიდა მეგობრებო, ნახეთ როგორ ჩამოვიდა, ხედავთ, აი როგორი ეს არის, აი ნახეთ, ეს არის ნახეთ პროგრამა ლარვები ქვია, აქ ნახეთ და ფეხზე როგორ დადგა. აქ არის მეგობრებო ლოთობაზე გაკეთებული ლარვები, აი პროგრამა, ლოთობის პროგრამა, რო თამაშობენ კაზინოში, რომ ანუ სხვა რაღაცას ეწევიან, სხვა რაღაცებს იკეთებენ ნემსებით, აი ეგეც არის ჩაქსოვილი და ძალიან დატვირთულია მეგობრებო, ეს ძალიან დიდი ძალა აქვს და ექნება რომ უყურებთ აუცილებლად იქნება გაწმენდა და თქვენთან ახლა თხოვნა მექნება მაქსიმალურად, ესე იგი რაც გაწუხებთ, ჯერ კიდე არ დამიმთავრები აქ ლოცვების გარეშეა, მაგრამ ლოცვები როგორ მე არ ვკითხულობ რამოდენიმეჯერ, მაგრამ აქ უკვე არის, ესე იგი, თითოეულ სანთელზე, კვანძზე, აი აქ რაც დავდეჯერ იქ ეკლესიაში რო ვიყავით დღეს და ასე შემდეგ, ლოცვები წაკითხული და რაც საჭიროა ის არის გაკეთებული და ისე არის ყველაფერი დანთებული და თქვენთან ერთად გავააქტიურე. თან ამ სანთელს უყურებ მე რაღაცა ჩამოვარ და ნახეთ. ოპა, ნახეთ როგორ შეეხო. ნახეთ უყურე, ნახეთ. აი ეს არის ყველაფერი, ჩემო კარგებო, ჩამოდის წყევლები, ნახეთ ხურჯინი, ეს არის თქვენ წინაპრებზე გადმოგდებული, აი ეს ხურჯინი როა უყურეთ, აი ეს გადმოგდებული,
ნახეთ როგორ ჩამოკიდებულია კიდე სანთელზე ვიღაცა სული, მამაკაცის სულია ნახეთ, ახალგაზრდა ბიჭის სულს გავს. ნახეთ როგორაა თითქოს მოწებებულიაო, ეს არის სპეციალურად ლარვების უშნასწები, ბესებს რო ვიძახი, უსულო არსებები და ასე შემდეგ ის პროგრამები ნახეთ ჩამოდის, რომ თან აქეთ კრადნიკებია და აქეთ არის ხურჯინით ვიღაცა, ესე იგი ნახეთ როგორ არის. აი, ისვრის თქვენსკენ, ისვრის მიხვდით ხო? თქვენს ესე იგი აქაც სარკისებურად გაუშვება ესე იყოს. ნახეთ, ძალიან კარგად მუშაობს, ნახეთ როგორა ჩამოკიდებული სასწაული და ამ წუთას კიდე მინდა გითხრათ და გატყდა სანთლები, ხედავთ? როგორ გატყდა სანთლები, ნახეთ, მე ეს არის თაფლის სანთელი, როგორ უნდა გატყდეს, ნახეთ, როგორ და აქ მარჯვენა მხარეს, რომ ხვევა ვაკეთებდი, გატყდა სანთლები. თქვენი გვარი, თქვენი წინაპრები, როგორც აი გადატეხეს, მოტეხეს, გაცელეს, მიხვდით ხო? აი ესეთი თემაა, მეგობრებო, ცოტა კუთხეს შევცვალე. სახში რაღაცებს ვაკეთებ და ეს მერე კიდე შემოგიტანთ სილამაზეს ხოლმე. ხო, ნახეთ როგორ კარგად მუშაობს შავმა სანთელმა, აქაც დაიწყო ტირილი, როგორ შევძრე ღმერთო, როგორ შევძრე. აი ნახეთ. პირველი სანთელი, ბოლო ავანთებ და პირველი იწვება, ნახეთ აი ეს პატარა, ბოლო ავანთებ, პირველი იწვება მგონი. ნახეთ ზედაც ჩამოკიდებული აქვს, ნახეთ ზედ აქვს, ამ შავს ხო აქვს და აქვს ანალოგიურად ნახეთ, რაც ამ სანთელზეა ჩამოკიდებული. აი ნახეთ ჩამოკიდებული ანალოგიურად, აი ეს არის პროგრამები, კრადნიკები, სუშნასწები, ლარვები და ასე შემდეგ, პრივაროტები არის, ნამდვილად არის პრივაროტებიც, მეგობრებო. არ ვიცი ეს რიტუალი რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ აღნიშნე უკვე ეკლესიას რო ვიღებდი ეზოს, რომ ვისაც მოთმინების უნარი არ აქვს, დატოვოს არხი და სხვა არხზე მოძებნოს შველა ნუგეში. ზუსტად იგივეა, ნახეთ როგორ გაორდა ხალხო, ნახეთ იგივე პროგრამები, ხედავთ, იგივე პროგრამები, ანუ ზედ არის მოწებებულია თქვენზე, თქვენს გვარზე. ნახეთ როგორ ეს იცით რა არის ახლა? აი ესა კინოებში არ გინახიათ ეს კლიპები და ბოდიში და ეს ჟვინტლები და ისინი რო ჩამოდის და აი პირიდან რო ეწელება ეშმაკების აიმეებს მსახურებს. ნახეთ როგორ ჩამოიწელა, ნახეთ და ჩამოდის ეს ტყლიპი. ესე იგი ეხაც მუშაობენ, ეხლა ხო ძლიერი დღეებია და მოვდივარ არ ჩერდებიან. ნახეთ სანთელი იმას აქნა. ოპა, გადავარდა, რები ხდება მეგობრებო. წმინდა გიორგი ვიშველე, წმინდა გიორგი ჩვენთან ახარ. ამინ. რები ხდება მეგობრებო. აქ ესე იგი მე ხო საფლავზე ეს სანთლები ვიზეც მუშაობ. ერთი წუთით მეგობრებო. გავწმინდო. აქ ახლა არიან ის ძალები, რომელიც შემიშლიან ხელს, რომ მე ვიმუშაო, მე ხა ეს ყველაფერი გავითვალისწინე, რომ არ გამოვიდეს რიტუალი ისე როგორც მინდა, მაგრამ გამოვა უფლის დახმარებით, ძალების დახმარებით, ნახეთ დამეწვა აქეთ მაგიდა, მეგობრებო. მაგიდა დამეწვა, მეგობრებო. მაგიდა დამეწვა, იცით? აი ამ წუთას მაგიდა დამეწვა. ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი ძალიან წინააღმდეგობენ მაგიდა დამეწვა, მეგობრებო. ხედავთ რები ხდება. აი ესეთი, ჩემს იმაში რიტუალებზე ყოველთვის ასე ხდება, იმიტომ რომ ტრები მე რომ მებრძვიან ნახეთ, ჩამოდის, უყურეთ, აი, ქვევით, სვა ეს
ეს ცუდი რაღაცები, კარგად მუშაობს, რისი თქმა მინდა. ნახეთ, გული. აი როგორ გითხრათ, სად არის? ნეტა თუ შერჩება. აი ესე იყო, აი ნახევარიღად არ ჩააქეთ, აი გული, ესე იგი, ხო გითხარით პრივაროტი მეთქი, გულის ჯადოები, გულზე ჯადოები, აუცილებლად ჩავწერ. ნახეთ გულზე ჯადოები, აქ არის კიდე აი კიკინას რო იკეთებენ, კიკინას რო ეძახიან, ხო იცით? აი ესეთი ქალბატონი ამოდის, წინაპარი, შეიძლება ეხაც ცოცხალი არ გამოვრიცხავ, მე აქ არა მარტო მიცვალებულები ეს მიცვალებულს ეკუთვნის და ეს დანარჩენი აქ სიცოცხლეშივე რაც კიდე არის გაკეთებული. აი ეგ თემაა. ეს სანთელი ახლა მე მინდა მაგრამ ერთი წუთით მივალ იქამდე. რაც თქვენ გაწუხებთ ახლა, როგორც კიდე არ ჩამოვაგდო, როგორც გაწუხებთ, გაუხსნა გზა, რო არ ჩაქრეს. ნახეთ როგორც კაპუნობენ, გაუხსნა გზა, რო გამოვიყვანო. არ გვინდა ჩვენ ახლა ეს რო ჩაქრეს. და გადმოღვარო. აი ასე იმუშავს როგორც დადგება, ისე დადგეს. ხო, აი ეს კაპაწკუპები რო მიდის და მოდის, მაქსიმალურად უყურეთ, ღმერთო ჩემო, მაგიდა დავწვი, თან ახალი რო იცოდეთ, ერთი კვირის წინ შევიძინე, მაგრამ არა უშავს, რა ვქნა. აი აქ, ოპა, ხმა გაიგეთ? რო უნდა ამეხსნა, ხმა გაიგეთ? აი აქ არის, როგორ იცით, მამაკაციცა, ქალსაც აგავს, მაგრამ ხრებიანი ქალი, ძლიერი ქალია. როგორ არის იცით, აი ჩახუტებული, აქ წარსულში ეხლა წმინდა მარიამი დაიხატა, ისა გადაკეტილია ეს გზები, ყველაფერი გადაკეტილია წარსულიდან, რომ წვდომა არ ჰქონოდა თქვენს მომავალს, თქვენი გვარი, თქვენი ჯიში, ჯილაგი, ხო, რო არ გამრავლებულიყო. აქ არის ჯვარზე, შავ ჯვარზეა ნამუშევარი, სარკეზეა გაკეთებული. აი აქაც ხედავ რომ აქაც გული და ისარი და ფეხი ამოვიდა ბათინკი. აქ როგორ არის იცით? ხურჯინი ამოდის, ხურჯინი, აი ხედავთ ხურჯინს, რომ ესე იგი და ეს არის ეშმაკის რქაც რო იცოდეთ, ეშმაკის რქა, ხურჯინი, ანუ ხო გითხარით, გპარავდნენ თქვენს წინაპრებს, ვინცაც რამე მოპარეს, ან თქვენ მოგპარეს, ხო? აი ეგ თემა არის ჩემო კარგებო. ნახეთ როგორ დაიწყო. ოხოხო, დაიწყო. იმედი აქ ხანძარი არ გამიჩნდება, როგორც ხდება ხოლმე. დაიწყო მეგობრებო, მივაშველებ მაქსიმალურად, ესე იგი უყურეთ სანთლებს და აი აქ ჩაყარეთ, აი ამ ბუკეტში ხეზე, თქვენს ხეზე, საგვარეულო ხეზე, ცხრათაობა, წინ რომ თქვენი ჩათვლით, რომ ესე იგი რაც არ შესრულდა, რაც პრობლემები გაქვთ, რაც არ გამოგდით, აქ სიკვდილზე პორჩა არის კიდე გაკეთებული, ხედავ, სულ ეს შავი ცრემლები ამიხვდით, ხო? აი ესეც სიკვდილზე პორჩასაც იხსნება ახლა, აქ მე ვხედავ. კი, აი ეს მე მაქვს რიტუალი ბედის გახსნაზე, იმასაც უყურეთ, იმიტომ რომ აქ ნახეთ ნალი არის პატკოვა, ანუ ნალი უკან ამობრუნებული, აი აქ რქა მოტყდა ეშმაკს, აი აქ უკანა ესეც კარგად მუშაობს, უკანა მხარეც კარგად მუშაობს, მეგობრებო. ოხოხო, ნახეთ რა ხდება. ნახეთ როგორი ის არის შიგნით, ნახეთ, ხედავთ როგორ ის არის. კარგად, ძალიან კარგად მუშაობს, მიხარია, აქაც ეს აი კიბეებია, აქ კბილებია, აი ამაში კიბეები და კბილებია.
კიბეები და კბილებია. აი აქ არის კიბეები, კბილები, ძალიან კარგად მუშაობს სანთლები, იმის დამიხედვით, რომ მე დღეს დამეწვა აქ იმხელა ალია მეგობრებო, ეს ხელით უნდა გავაჩერო, როგორი კოცონია, უყურეთ, კოცონია ნამდვილად, კოცონია. აქ მოიხსნება ყველაფერი, კლიტეები. როგორც ეს მაგალითად, ეს უყურეთ სანთელს, რომ მოიფიქრეთ, რომ როგორც ეს სანთელი დნება, სანთლები, ხო? ანუ ეს დნება და იღვენთება, ხო? ეს და აღარ გამრთელდება ეს სანთელი, როგორც მთლიანი იყო და აღარ გამრთელდება, ისე წავიდეს ეს პრობლემები და ისე აღარ გამრთელდეს და აღარ შეიკრას თქვენი ეს წრიული ჯაჭვი გვარში, თქვენს წინაპრებიდან გამომდინარე და რაც ესე იგი ყველაფერი რო კალდუნიები და კალდუნები რო არიან, მაგიჩობენ, ჯადოობენ, ხო? აი ეს რაც კლიტეები იყო გაკეთებული, ხო? აი იმაზე რა ქვია, აი ესე იმუშავეს, ანუ როგორ იცით, აი ახოტნიკები რო იყვნენ, რო ნადირობდნენ თქვენს გვარზე, ხო, რო აი ეს ცუდი გაეკეთებინათ, ვინც ნადირობდა, იმას რა თქმა უნდა ბუმერანგი დაუბრუნდებათ, ხო? აი დაკეტვებზე, ჩაკეტვებზე, გადაკეტვებზე, აი ამ სიცივეზე, გაუგებრობებზე, უსიყვარულობაზე, მათხოვრობაზე, სიღარიბეზე, ნებისმიერ რაღაცაზე, მე ახლა აქ აი ამ ყველაფერ ნეგატივს უკან ვუშვებ თქვენთან ერთად, თქვენს გაუშვით, უფალშესთხოვეთ და ესე იგი, რაც კი ჩაკეტვები გქონდათ, აი ამ ჩაკეტვებს ჯადოქრებისგან, აი ამ კლიტეებს და აი ამ ჯაჭვებს, კვანძებს, აი ამ აქვია ნაულს რო ამოგიბრუნებენ, ბედს რო შეგიცვლიან და ბედს რო ამოგიბრუნებენ, აი ამ ყველაფერს ხსნით თქვენთვის, თქვენი სახელი და აი ამ გასაღებით ვხსნი, აი ამ ჩემი მაგიური გასაღებით ვხსნი აი ამ ყველაფერს. როგორც ვთქვი, ასეც იქნება და ასეც არის. უფლის დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით, ამინ, ამინ, ამინ მეგობრებო, ამინ, ამინ, ამინ მეგობრებო. ხო, აქ მე კიდე გააქტიურებული მაქვს, აი ეს უკან ჩემი სანთელია, მაგრამ გააქტიურებულია, ესე იგი, აი ნახეთ მსვლელობა, გააქტიურებულია. ეს ათონის მთის ივერიონის მონასტრის სანთელია, მინდა გითხრათ. ხო, ახლა და მე ამაზე გავააქტიურებ, აი ამაზე გავააქტიურებ, გენცვალეთ. მე მინდა ახლა აი აქ მინდა ცოტა ეს დავაწვეთო 1-2 წვეთით საკმარისია. საკმარისია, მაგრამ კონკრეტულად ჩემი სანთლიდან ეს რა არის, იცით, თქვენ სისხლის ნათესავებმაც რო გაგიკეთეს. ხო არის წყევლა დაგწყევლეს თქვენმა სისხლის ნათესავებმა, ხო? თქვენ არ გინდოდათ, არ იცით, მაგრამ ეს აი აქ ეხლა აი ეს თქვენი სისხლით ნათესავებსაც უკან უბრუნდებათ აი ეს ყველაფერი. ყველაფერი უკან უბრუნდებათ. ხედით? ხედავთ როგორ მიქრობენ. თქვენ სისხლით ნათესავებსაც აი ეს ახლა უკან მიუბრუნდებათ. ყოველთვის ვახსენებ, სისხლით ნათესავები მარტო დები და ძმები არ არიან. ხედით? მოინდომეთ მაქსიმალურად და კიდე ახლა მე რას ვაკეთებ, ახლა ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ მოკლედ გეტყვით.
რომ გაგებაში იყოთ, რა კეთდება, კიდე სისხლზეც აკეთებენ, მიხვდით ხო? სისხლზეც. ჯადოქრები თავის სისხლითაც აკეთებენ, სისხლზე მოხსნა ყველანაირი ჯადოსი რთულია, ამას დიდი მუშაობა უნდა, ამას 40 დღეც კი არ ეყოფა, მეგობრებო, ამას არ ეყოფა 40 დღე. ამას უნდა მუშაობა და მუშაობა, ხო ხდებით არა? მუშაობა უნდა. გასაგებია. ახლა უყურეთ როგორ ერთი წუთით ჩამოგოგოებო და ბიჭებო. ეხლა აქ უკვე აი აქ აღარაფერი აღარ არის, მე ესე ჩავაქრობ თქვენის ნებართვით და აი აქ ეხლა მე ესე დავაწვეთებ, აი აქ დავკეტავ აი ამას, მიხვდით ხო? დავკეტავ აი ამ ყველაფერს. დავკეტავ მე ამ ყველაფერს. ურით. მოდი აქ სად მიდიხარ? ეს არის თქვენი ნეგატივია, მეგობრებო, ჩემი თქვენი, ხო ხდებით? და რთულია, აი ამ ბევრ სანთლებთან რთულია მუშაობა, მაგრამ აი მოშვები, მაგრამ ვიზავ როგორმე, ხო ხედავთ მაინც. კი. ნახეთ როგორ თან მინდა ვიმუშაო, თან სანთელი უნება. ნახეთ ეს ქურდობაზე მეთქი ჩავიფიქრე და ესე იგი რომ გპარავენ. მოდი აი ეს გავა იმას ვიზავ, შეიძლება უკვე ასე. აი ესე დაიწვას. აი ესე ქურდობაზე, აი აქ ჩავაგდებ. არა უშავს რომ თუ ბოლომდე არ დაიწვა, ეს არის ცოტა სხვა სახის რიტუალი, მეგობრებო, მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ. ერთი წამი ეს ფულზე, ნახეთ, გაჩერდა ფულზე მე. ნახეთ როგორი ნეგატივია. ეხლაც მიმდინარეობს და სანთელს უყურეთ როგორ დაიგრიხა. ესე იგი თქვენი გზები არის დაგრეხილი, გაკვანძული, გამოკვანძული. ნახეთ როგორ დაიგრიხა სანთელი. ნახეთ როგორ დაიგრიხა, მეგობრებო, სანთელი. დაიგრიხა, ეს დავაწვეთეთ ახლა. ესე, თაფლის არის და ესენი ეკლესიის არის და ესე დავაწვეთებ. დავაპეჩატებ. მიხვდით ხო? რომ აი ეს აქვე დაიწვას, აქვე დარჩეს და აღარ ამოტივტივდეს, მიხვდით ხო? რომ სამუდამოდ გაჩერდეს. თუ მაცდიან ახლა. სამუდამოდ რომ გაჩერდეს. იცით რას ვიზავ მე ერთი წუთი ამას გამოვწევა ესე რომ აი ესე იყოს და ვიმუშავებ, სხვანაირად ვერ ვიზავ. სულ მაგიდა დავწვი, ხელები მივიწვი. და ისე არაფერი არ კეთდება. ამ ცხოვრებაში უნდა იბრძოლო და მტერს უნდა საკადრისი პასუხი გასცე. მე ერთი ეს ვიცი, რომლებიც არის ვენებენ. მეგობრებო, მომისმინეთ, კი მწერთ ხოლმე რომ ვაიმეა ესე თუ გეშინია უყურებ ბუმერანგს, იცით რატო თქვენ მოგიბრუნდებათ. მტერი რა არის? მტერი არ უნდა შეიცოდოთ საყვარელო, მტერს უნდა ებრძოლო. ის არასოდეს არ გაჩერდება, სანამ ბოლომდე არ ჩაძირავ, ის არ გაჩერდება. მტერი იმიტომ ქვია, რომ ის არ გაჩერდება. თუ დაიწყე ბრძოლა, ხმალი თუ ამოიღე, იბრძოლე ბოლომდე. მიხვდით ხო? უნდა იბრძოლო ბოლომდე. ეხა ეს წვეტიანი ჯოხი ტყუილა არ მიჭირავს,
არ ვიტყვი ხარ რისი ხე არის, რა ხე არის. აქეთ მაინც მწვავენ სანთლები. ნახეთ. მაქსიმალურად ვცდილობ მაინც. მაქსიმალურად. აქ პინცეტი არ მინდოდა მეხმარა. აიცით როგორ? რამდენადაც ესე იგი ეს ბუნებრივად გაკეთდება, მე ყოველთვის ბუნებრივი მაქვს ყველაფერი ჩემს რიტუალებში, მაგრამ რაც ესე იგი უფრო მეტად ბუნებრივად გაკეთდება, უფრო კარგი იქნება, მე ხვდით ხო? უფრო კარგი იქნება, მეგობრებო, არ ინერვიულოთ მაგაზე. საკმარისია მგონი. აი ესე. ესე დავაპეჩატოთ, რომ ესე იგი სისხლის ნათესავებისგან გაკეთებული. თქვენ თუ იცით ვინ გაგიკეთათ კიდე ან დიაგნოსტიკა ჩემთან ვინც გაიარეთ, ხო კარგი იცით და ვინც ისე იცით სხვაგან გაიკეთეთ დიაგნოსტირება, ხო, მეგობრებო? თქვენ შეგიძლიათ აი იმ ხალხზე, თქვენ სისხლის ნათესავებზე, მონათესავებზე, ხო? აი აქ გაატანოთ ეს ყველაფერი, იფიქროთ მათზე, რომ აი როგორ გატკინეს გულები, როგორ ცუდად მოგექცნენ, ეგეც ხო წინაპრული ხაზია, სიცოცხლეშიცვე, რომ გმტრობენ, მიხვდით ხო, რას გეუბნებით. ხო, და თქვენ შეგიძლიათ ახლა ეს ყველაფერი გაატანოთ. მეც თქვენთან ერთად ამას ახლა ყველაფერს ესე გავატან. გავატან თქვენთან ერთად, მეგობრებო. გავატან, კარგად დაიბეჭდოს. აი ესე გულები რო გატკინეს, დამიჯერეთ, აი ყველაფერი რაც ჩამოვთვალე და რაც კიდე ჩუმად დავალოცე, ხო, თქვენ არ მოგისმენიათ და უფალმა იცის მხოლოდ და ჩემმა წინაპრებმა და თქვენმა წინაპრებმა, აი ის ყველაფერი აბსოლუტურად არის ხოლმე ის სიტყვები, რომ ეთერში თქვენ არ უნდა გაიგოთ მაგიური სიტყვები, მიხვდით ხო? არის ხო და ასე რომ ნახეთ როგორ ისვრის, როგორ გაბრაზდა აქ ცხენოსნობის დრო ჩანს ახლა ცხენოსნობის დრო, ცხენების მოყვარული ან ცხენები ყავდათ, ყურეთ, წინაპრები ახლა ამოვიდნენ, ახლა გესაუბრებიან, მეგობრებო, აი აქ პირდაპირ, და ჩაქრა აქ სიკვდილზე, ანუ მოკლეს, აი ესეთი თემა ამოვიდა, მოკლეს. ძალით მოკლეს. ვიღაცა გამოვიდა ახლა თქვენთან კონტაქტზე. რომელიღაცა გამოვიდა კონტაქტზე. ეს ჩავიდეს, ჩემო კარგებო. ნახეთ როგორ შვება, იცით, აი ალება ჭირს და გარბის, ცეცხლი გარბის, რომ აი ნახეთ როგორ შვები, რომ დაეწვეთოს. ანუ არ ეკიდება ცეცხლი იმას სანთელს, მიხვდით ხო? ალება ჭირს, ესე იგი, აქ ახლა მაგიდა რომ დამეწვადა ხელები, ჩემს უკან დგანან ის ბოროტის სულები, რომელსაც არ უნდათ, რომ მე და თქვენ გავიწმინდოთ აი ამ ჩვენი წინაპრების დაწყევლისგან, გვარისგან, წინაპრული ხაზის, რადავოი კანალს რო ვეძახი ხოლმე, მიხვდით? აი ეს რადავოი კანალ, აი ეს რომ იმას აქნას, რა ქვია, აღმოიფხრას, მაგრამ ამათ ვინ ეკითხება ხო? ნამდვილად არავინ არ ეკითხებათ. როგორი შავი ცრემლებია და ნახეთ როგორი მოკლაკნილი, ესე იგი გრძელი გოველი. ხო, ეხლა მე იცით რას გავაკეთებ?
ეს დამჭირდება მერე და ესე დავდებ. მე თუ დადგება ვერ გეტყვით, დღეს ყველაფერი ცვივა. ალილუია დადგა. ხო, ეხა მე მეგობრებო, წეღან რაღაც სხვა თემა შემოვიტანე, 1 2 3 კალოდადან ამოვიღე. აი ეს არის 1 2 3. ესე იგი, პირველი ამოვიდა, რა არის, იცით? პირველი ამოვიდა წარსულზე მიჯაჭვულობა. უყურეთ, აი წარსულზე მიჯაჭვულობა. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ ბევრი ცხოვრობთ წარსულით, თავზე გაქვთ აფარებული, არ გინდათ რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, კუბიკში ზიხართ, თქვენ თვითონაც ესე იგი იბლოკავთ თავს, იზოლაციაში ამყოფებთ თქვენ თავს და ეს უნდა იმასქნათ, გახსნათ თქვენ თვითონვე, უკვე ეს გაიხსნება და უკვე იხსნება აი ამ რიტუალზე მიხვდით? ხო, ეს ერთი. მერე ამოვიდა რა, ოცნებაო, ნახეთ, მიჭდა. ანუ რაზეც ოცნებობთ თქვენ, ხო, რაზე ოცნებობთ? ის თქვენი წინაპარი, ნახეთ, თქვენი წინაპარი და თქვენ რაზეც ოცნებობთ, ხო? აი ის აგისრულდებათ აუცილებლად, გეხმარებიან წინაპრები, ნახეთ როგორ საუბრობენ, როგორ ლაპარაკობენ და მესამე ამოვიდა შეცვლა, change ამოვიდა, change. ნახეთ როგორ არის, რომ უკვე შეიცვლება თქვენ წინაშე, უკვე change აწერია, უკვე შეიცვლება თქვენს წინაშე მეგობრებო, ნახეთ როგორ თქვენი ფორტუნა, ბედის ბორბალი, თქვენი ესე იგი, აი დატრიალდება და სულ აი აქაც ხო ცეცხლია, აი როგორ ლაპარაკობს უფალი, ხო? ნახეთ, აქ არიან თქვენი წინაპრები და აუცილებლად შეიცვლება ეს თქვენ რაც გინდათ, რაც აი ამ რიტუალზე უკვე შეიცვალა, მიხვდით, უკვე შეიცვალა აი ეს ყველაფერი, ხა აქ აი ეს დავაყენებ, რომ აი ეს სანთლები ჩანს. ხო, მერე კიდე ჩემო კარგებო, აი ესე თქვენთან ერთად რამოდ 1 2 3 4 5 6 7 ხმა გესმით, ხო? ეხლა ამაებს ისევ აი აქ მივაცუნცულებ. აი ესე. ცოტი. აი ასე. ხო, იყოს ესე, არაუშავს უკვე შეიძლება. აი ეს უყურეთ 7 ამოძვრა და აი ესე თქვენთან ერთად გავტუსავ და რა იქნება, ეხლა გეტყვით, რას გეტყვიან. წინაპრები, ნახეთ, ახალ გზაზე გადიხართ მეგობრებო, ახალ გზაზე გადიხართ, ახალ ხიდზე გადიხართ, ლაღად მიდიხართ, რო არ გეშინიათ, ადრე რო აი რო შეცვლა რო ამოვიდა წეღან და რო ოცნებობთ რაღაცაზე და კუბიკში რო ესე იგი წარსულზე მიჯაჭვულობიდან გამოდიხართ და გადიხართ ახალ ხიდზე, მადლობა უფალო. ხო, მეორე რა არის, უყურეთ, აი ეს წეღან გველივით რო დაიკლაკნა სანთელზე, ნახეთ რა არის, თქვენს ესე იგი თქვენს სახში იყო არეულობა, თქვენ სახში იყო ჩხუბები, ფინანსური ნაკლებობები, კრახს განიცდიდით, იყო ავადმყოფობები, არის კიდეც და ეხლა ნახეთ როგორ ამ რიტუალზე თქვენს ოჯახს თქვენი წინაპარი იცავს და ანგელოზად, ანუ ანგელოზია თქვენი წინაპარი არის, რომელიღაცა ეხლა ქალბატონი ანგელოზად თქვენს ოჯახს იცავს თქვენს ოჯახს ძალიან კარგი და გაგეხსნებათ გზები, უკვე ამ რიტუალზე გაიხსნა გზები მეგობრებო, შეიძლება სხვა ადგილიც გამოიცვალოთ, სხვა სახში გადახვიდეთ, სხვა ქვეყანაში, სხვა სახლი იყიდოთ, იქირაოთ, მიხვდით ხო, ესეთი თემა მოდის. ხო, აბა მესამე რა არის, ნახეთ, ესე იგი, თქვენ ახლა აქ ამბობთ, რომ მე ესე იგი შევიცვლი ჩემს მდგომარეობას, უკვე ნახეთ მესამე ჩაკრა გელაპარაკებათ, სასიცოცხლო ჩაკრა, ეს არის თქვენი მეორე მე, შიგნით რაც გიზით ინტუიცია, აი ეს ვისაც ბევრს ჩაკეტილი
ჩაკეტილი გქონდათ, გაგეხსნებათ სიახლეებით, ნახეთ როგორ ცეცხლი ხო, სანთლები აგერ არის დასტური და რა არის, ეცით უკვე იცით რა გააკეთოთ, უკვე იცით დარწმუნებული ხართ რა გააკეთოთ და შიგნიდან თქვენი წინაპარიც გესაუბრებათ, რომ აი კარგად წავიდა მსვლელობა რიტუალის მიხვდით ხო? მეოთხე რა არის? აწვევით ნახეთ, ესე იგი აქამდე თუ ძალა არ ყოფნიდათ და სულ თავზე ქვები და ქვემეხები და მტრები გეცემათ ხო? ეხა ადრე თუ ჩაკეტილი გქონდათ ძალა რომ ესე იგი ვერც ის ძალაც კი რომ წართმეული კრადნიკებით რომ აქ კრადნიკებიც მოიხსნა მეგობრებო რომ ანუ შეწინააღმდეგები რო ვერ შეეწინააღმდეგო რომ მოგკლან რომ დაგაუბედურონ წაგართვან გადაგაგდონ გადმოგაგდონ და ასე შემდეგ ხო გაბურთავონ როგორც უნდათ ხო ეხლა უყურეთ ეს წინაპრების დახმარებით ვიღაცა მამაკაცია ეს თქვენი წინაპარი და გეხმარებათ უყურეთ გეხმარებათ უკვე მეც და თქვენც გვექნება შებრძოლების უნარი რომ აი ეს ავიცილოთ თავიდან აი ეს უბედურება რაც წარსულში გქონდა მეხუთე ой ნახეთ როგორ არის რა რა უნდა ვისაუბრო ნახეთ მეგობრებო ნახეთ როგორ არის წინაპრული ხაზი მოწყვიტავთ აი ეს ნაყოფს ნახეთ ნაყოფს მოწყვიტავთ ეს იგივე ეს თქვენი წინაპარია ეს თქვენ ხართ შეიძლება ვერ ხედავთ ხო მაგრამ თქვენთან ერთად არის თქვენთან ერთად და მოძრაობს და გეუბნებათ რომ მე ვხედავ შენ რასაც აკეთებ ამ ცხოვრებაში და რაც წაგართვეს უყურეთ ნაყოფი თქვენი ისევ თქვენ გიბრუნდებათ და ჯანმრთელობა გიბრუნდებათ იმუნიტეტი ანუ ფესვი ოჯახი ჯანმრთელობა გზები ეს ფესვები წინაპრული ფესვები ნახეთ როგორ ლაპარაკობს წინაპრები დაილოცეს უფალოშენის სახელი აბა მეექვსე რა არის შეიძლება სიზმარში დაგესიზმროთ თქვენი წინაპრები ამ რიტუალის მერე ან კიდე გესიზმრებათ და ვერ გაგირკვევიათ რა ხდება ხო აი ეხლა უკვე მიიღებთ პასუხს აი ეს არის პასუხი ეს რიტუალია პასუხი მიხვდით ხო ჩათვალეთ ამას გეუბნებათ თქვენი წინაპრები და უფალიც და კიდევ ვისაც არ ეძინა კარგად და ძილში ჯადოებს აკეთებენ ძილში კრატნიკებს და ასე შემდეგ ხო აი ამ რიტუალზე ეს ყველაფერი მოიხსნება ვინც ძილში მაგიჩობს და თქვენს სიმშვიდეს იპარავს თქვენს ენერგიებს იპარავს ფინანსურ რესურსებს იპარავს თქვენს მაგიურ თუ არა მაგიურ რაძალებიც აგაკ იმ ძალებს იპარავს ხო აი ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ და უკვე ნელ-ნელა გამოგისწორდებათ როგორც კი ამ რიტუალზე უკვე ერთხელ მაინც უყურებთ უკვე გამოგისწორდებათ ჩემო კარგებო და მეშვიდე რა გვაქვს აბა ხედავთ უყურეთ აი როგორ ესე იგი გზას გილოცავენ მეგობრებო გზას გილოცავენ ხო თქვი აქ ესე იგი გადაადგილება მოდის მეთქი გადაადგილება ამოგდით კი ან იცით რა არის თქვენი წინაპარი არა ეს აუცილებლად იქნება ვისაც ეს ჭირდება მაგრამ რა არის იცით აქამდე თუ ვერ იკვლევდით გზას და ადრე დადიოდით ხშირად თუნდაც საქართველოში მხოლოდ მოგზაურობდით თუნდაც საზღვარგარეთ და რაღაცა აი ეს ჩაკეტილი გქონდათ ხო თქვენი წინაპარი ნახეთ როგორ გიხსნით გზას გოგო ხარ თუ ბიჭი არა აქვს მნიშვნელობა ღრუბლებს წერს აი ამ შავ ღრუბლებს მტრის წყევლას წერს და წინ ნახეთ როგორ მწვანე მდელოს ხეებს ჯანმრთელ გზებს და ანუ გზის ანგელოს გიგზავნით მეც და თქვენც მიხვდით გზის ანგელოს გვიგზავნიან მეგობრებო გადასარევი ძალა გადასარევი ой საოცრება აი როგორ იცით ნუ არ ვიცი რა და ეხლა მე ესე ამოვიდა წეღან აი ახლა აქაც მე რა ხდება აბა
როგორ ჩატარდა პირველი რა იქნება, აი ფინანსური მხარე, გაგვეხსნა თქვენ შვილებს დაეხმარებით, ან შვილები დაგეხმარებიან, შვილები და ასე შემდეგ. ესეც თქვენი წინაპარია, მიხვდით ხო? ეხლა წევის რიტუალია და სხვა რა იქნება ხო? ნახეთ როგორ გეხმარებათ თავზე გაყრით თავზე ის რაც წაგართვეს, იმას გიბრუნებენ თქვენი და ჩემი წინაპრები ძალიან სწრაფად უსასრულობაში რო იყავით გაჭედილი ხო? აი ძალიან სწრაფად უკან მტერს ბუმერანგი მისდის და მე და თქვენ აი ეს ყველაფერი სიძლიერე, გონიერება, ჯანმრთელობა, სისწრაფე ყველაფერში გვიბრუნდება. ამინ. კიდე როგორ ჩატარდა, გამარჯვება გვაქვს მეგობრებო. აი ეს გვირგვინი ჩვენი წინაპრების წყდრო იყო დაწყევლილი და სულ წაგება რო იყო სიტყვაზე, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ ხო, არაფერში არ გამოგდიოდათ, ვერაფერში გამოგდიოდათ და არაფერში გამოგდიოდათ. ეხა უყურეთ თან რომ ზუსტად დაემთხვა რომ ყვავდება ეხა ყველაფერი ხო, აი ესე აყვავდება უკვე ამ დღიდან, აი ამ რიტუალიდან ჩვენი სიტუაცია, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი შვილების, ოჯახების, შვილიშვილების და ასე შემდეგ. ამინ. კიდე როგორ განვითარდა. უყურეთ, აი ესეც თქვენი წინაპარია, უყურეთ. ესე იგი ადამიანის ზის თასების რო ესე იგი აი მე აქ რომ გავაკეთე, ჩავაქსოვე ხო ლიარვები, პროგრამა სპეციალური ეს ლოთობაზე და იმაზე ეს მიჯაჭვებაზე ხო, ეხლა ანგელოზადეს იგივე წინაპარია ჩვენი ხო, შეიძლება წინაპარი ყავდათ ესეთი მამა, პაპა, ბაბუა, ვინც როგორ ეძახით თქვენ კუთხეში ხო და ის ადამიანი მოვიდა და ესე იგი მხარს გიჭერთ რომ გამოგაჯამრთელონ, მიხვდით ხო, რომ ამ რიტუალის ყურების პერიოდში რომ უკვე გამოჯამრთელება დაიწყება, ვინც სვავს, ვინც მიჯაჭვულია, ვისაც ეშმაკზე აქვს მიჯაჭვულობა და манипуляცია რა არის, კაზინო, მოსაწევი სიგარეტი, ლოთობა, დალევა, სასმელი და სხვა რაღაცა კიდე. აი ეს ითქვა ეხლა აი ამ წუთას, მადლობა წინაპრებო. უყურეთ ესე იგი მეფეზე ამოდის აქაც უკვე ფინანსური გამარჯვება, ესე იგი ჩაკეტილი იყვნენ და ცხენი ვახსენე თუ გახსოვთ მე ცხენის მოყვარული მეთქი აქ მოკლეს მეთქი წაართვეს სიმდიდრე, აი სიმდიდრე გიბრუნდებათ თქვენ და მე და მტერს კიდე ბუმერანგი უბრუნდება უკან. ესე იგი, ჩემი ჩათვლით, ვისაც ვინმე ყავდათ, ესე იგი, კარგი მზარეული იყო, კარგი ის იყო, ადრესულ ექიმბაშები იყვნენ, ხო, ბუნებრივი მასალებით ტყეში, მინდორში იკრიფებოდა ყველაფერი და იქ მზადდებოდა, ხო, ეს ყველაფერი ძალა, რაც წართმეული იყო, რესურსები, მაგიური ძალები, იმუნური ძალები, ასტრალური და ასე შემდეგ, ხო, აი ეს ყველაფერი დაგიბრუნდებათ ეზოთერიკის ჩათვლით, ძალიან კარგი, მადლობა. კიდე რა არის? ქალბატონი ამოვიდა. ნახეთ, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, მეხუთე. ესე იგი, სულ ნახეთ ფიგურები ამოვიდა, აი როგორ ლაპარაკობს, სულ წინაპრები ამოვიდნენ ხალხო, ნახეთ, სულ პიროვნებები, ადამიანები ამოდიან, მიხვდით ხო? ვინც ცხოვრობდნენ ადამიანის სხეულში, ანუ სულ ფიგურული კარტები ამოდის. ნახეთ რა საოცრება, რა თქმა უნდა, ეხლა ვისაც ყავდათ აი ეს ხასიათების ქალი, ვისაც ყავდათ აი ეს ეგრევე რო ჭრიდა ყველაფერს და შეიძლება ექიმები ყავდათ, აი ექიმბაშები რო ვახსენე, ხო? ექიმბაშები, ეს იგივე თეთრ ხალათს ნიშნავს, ხო ხდებით, აი გამოჯამრთელდებით, თქვენი ენერგიები გიბრუნდებათ, მენტალზე გიბრუნდებათ აი ეს ყველაფერი, ბლოკები იხსნება, ჩემო კარგებო, ბლოკები იხსნება და კარგი ამბები მოდის, ძალიან კარგად, ძალიან სწრაფად. აი ცხრიანია, ხო, ცხრიანი პენტაკლი, ნახეთ რა, რამხელა დაჯილდოვება, 6-იანით დაიწყო და 9-იანზე ავედით. ბიზნესი, წართმევა, სიმდიდრე, აქ ბევრს ადრე ყველა თითქოს მდიდარი იყო, არც შიოდათ, არც წყუროდათ, გლეხს უფრო ქონდა მგონი, ხო? და ნახეთ, აი ეს ყველაფერი გიბრუნდებათ, მეგობრებო, მეც და თქვენც. ამინ. კიდე ყოფილა
ახლა ნუ ამის გარეშე ხო არ არსებობს არა ხუთიანი ხვლები ხა ავადმყოფობა სიღარიბე უნიათობა ეს კრადნიკები წართმევა მოპარვა გადაზიდვა ეგ ხურჯინი რო დაფიქსირდა აი იმ სანთლებზე მიცვალებული სანთლებზე აი როგორ იცით აი ეს ყველაფერი მე და თქვენ გვეხსნება ეს წყევლები მიწევლა მოწყევლა და უკან და ვისაც ესე იგი მე ვახსენეთ წეღან აი ეს თასების მეფე რო ამოვიდა აქ თუ ვინმე საქმე მეთქი ეს ჩვევა ლოთობის გარდა მიხვდებით ხო ნემსები რატო ამოვიდა აი ეს ყველაფერი ესე იგი გვერდში დაგიდგებიან და მაქსიმალურად დაგეხმარებიან რომ გამოსწორდეს თქვენი შვილი ძმები ჯვარი გწერიათ მაგრამ ვისაც ეს პრობლემა აქვს რომ მე ბევრი მწერს ნინია აი ეს არის ლოთობაზე არის ყველაფერი მაგრამ დანარჩენი რაც რა ვახსენე ეგ პირადად უნდა მომართოთ ეგ აი ესეთი რიტუალით ესე ადვილად არ მოიხსნება, იმიტომ რომ ეგ არის სპეციალურად ჩადებული პროგრამა ლარვა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი უნდა მუშაობა მეგობრებო. რა გიყოთ ესეა. ხო, ეს რა არის ახლა? და ნახეთ, კიდე პიროვნება, კიდე მეფე, ესე იგი კვერთხები გამოჯამრთელება, ესე იგი სულ პიროვნებები ამოდიან. აი როგორ არა ვთქვათ, რომ რაღაცა არ მოხდა ყველაფერი და იმიტომ გადაყირავდა ჩემთან სანთლები მეგობრებო. კარგად მიდის მსვლელობა, ამას ცოტა გამოვწე ვიცით რატო ეს მინდა უკანაც ნახეთ წინაპრები, ჩვენი წინაპრები, აი ეს მინდა ცოტა არ ჩაქრეს. აი ნახეთ წინაპრებია სულ აი უკანაც ხო ხედავთ სულ წინაპრები გვესაუბრებიან და აქ უკან დამაბრუნეო წმინდა გიორგი მოგწონთ. სულ ესე იგი წარმოიდგინეთ რომ იგივე აი ნახეთ რა წმინდა გიორგი ამოვიდა ნახეთ რა იგივე მაგარი გამარჯვებები და წინსვლა და ყველაფერი თვითონ წინაპრებმა ისაუბრეს გესაუბრათ მიხვდით ხო ჩემი დახმარებით ნინიას შუამავლობით მეგობრებო და აი ეს ყველაფერი მე ეხლა უკვე 5 წუთიც და შემიძლია უკვე რომ გამოვთო შემიძლია კი უკვე რომ გამოვთო უბრალოდ მე ეხლა ჩემ ნომერს კითხულობთ საყვარლებო მოკლე შორტებს რო ვდებ ვიდეოებს იქ ხო ვწერ ხოლმე გეტყვით 595 53 47 57 ხო, ეხლა მე რა უნდა გავაკეთო უყურეთ. აბა აქ ნახოთ. მე ეხლა აქ რასაც უყურებ აი ეს კამერიდან ხო? აი აქ ამოვიდა რამხელა ნახეთ რა არის ესა შავი ფრთები, შავი ანგელოზი და აი ესე დაჭერილი იყო, აი ნახეთ როგორი შავი ხვრელია ხედავთ, აი ის რაც და ნახეთ და გულის ფორმა კრადნიკების სიყვარულზე და ასე შემდეგ და იცით რა არის გახვეული ჭიაყელა, მაგრამ აი პეპლაცანამ გადაიქცევა, ხო ხდებით არა ცოტა ხანი ცხოვრობს. ესე იგი თქვენი სიყვარული, თქვენი ურთიერთობა რომ ცოტა ხანი გაგრძელდეს, აი აქ გასაღებები რო ვთქვი რომ წავიკითხე მოკლედ რა ეს სიტყვები თქვენი სახელი რო ახსენეთ აი ნახეთ აქ გაიხსნა კლიტე გაიხსნა ძალიან კარგი მიხარია ეს სანთელიც ნახეთ კუს გავს ხედავთ ერთი წუთით ხედავთ კუ აი კუს გავს ნახეთ აი კუ და თევზი ნახეთ ნელა მიდიოდა უკან მიდიოდა თქვენი საქმე ავადმყოფობა ორსულობას დაკარგვა ან ორსულობა რო არ ყოფილიყო მიხვდით ხო აი ეს თემაა მეგობრებო და ეს არის შეგნებულად დადებული პორჩა მაგრამ რა არის იცით ჭიამაიაც არის ეს არის უფლის უფალს უყვარდაო ესე ამბობენ ხოლმე ჭიამაია ხო ხდებით არა უფლის ის არის მწერი ფრინველი რა ხო და ნახეთ მაინც ამოვიდა უფალი და ისედაც ჩვენთან არის ხო აი აქაც აი ეს მინდა არ მომწონს მე არ შეიძლება ეს რომ დავტოვო და
მოდით მე აი თქვენს წინაშე ეს პროგრამა მინდა აი ამ წმინდა სანთლით მონასტრის სანთლით აი ესე საიდანაც მოვიდა იქ გავუშვებ მე ახლა და ვინც გამოგზავნა 9-თაობის წინ თუ ეხლა შუალედში თუ ეხლა ამ წუთას მე ნახეთ როგორ ისვრის ამ წუთას მეთქი და ნახეთ როგორ ისვრის ესე იგი სისხლით ნათესავი გებრძოლებათ აი ამ წუთას კი აი ხედავთ თქვენ წინ ხდება სისხლით ნათესავი მეთქი ხედავთ და როგორ გაისროლა ხედავთ როგორ ისვრის ხედავთ სისხლით ნათესავი სისხლით ნათესავი ამოვიდა კი აი ამანაც დაიტკაცუნა გასაგებია ასაც ესე დავაწვეთოთ უფალთა წვდომა ჩაკეტილი რო ქონდათ გაიხსნება ფული დაბრუნდება ავადმყოფობები წავა საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს და ხელი ნახეთ და ამბრუნებული აი ესია ნახეთ მაჯა ესე ხელი აი და 1 2 3 4 5 თითი ანუ ვიღაცას უჭერი ხართ თქვენი წინაპრები თქვენ ვიღაცას უჭერი ხართ ეხლაც მანკას და ეხა ეს უთხრათ ნახვამდის უთხრათ და ამას მე იცით რა მინდა ესე რაღაც ვიტყვი მე ახლა ეს აუცილებელია იმიტომ რომ თქვენ სანთლებს უყურეთ არ მოდუნდეთ შესთხოვეთ ახლა ამ სანთლებს წმინდა გიორგის რომ რაც გინდათ შესთხოვეთ ახლა ისეთი პერიოდია მეგობრებო რომ აუცილებლად ასრულდება ცუდი არა კარგი ასრულდება ცუდი უკან მოგიბრუნდებათ და არ გინდათ ნახეთ სანთელი გარბის ნახეთ აი ცეცხლი ცალკე გარბის რომ ესე იგი არ დავაწვეთო მიხვდით რეები ხდება ამაზე გელაპარაკებით მე მიხვდით რეები ხდება მეგობრებო ნახეთ როგორ გაშავდა წმინდა სანთელი იმიტომ რომ ნახეთ მე ახლა ეს საფლავიდან მეკითხებიან რომ კი არა ხართ ქრისტიანი ის მაგრამ შეიძლება კი მუსულმანებმაც უყუროთ იმიტომ რომ უფალი ერთია მეგობრებო უფალი ერთია ჩემო გოგოებო და ბიჭებო მე ხა აქ დიდი ძალები ჩავაქსოვე და დიდი ძალებიც ამეხია ხო აქაც უყურეთ როგორ იტირა აი ეს გაცრავად წმინდა გიორგი ერთი წუთი ნახეთ როგორ იტირა ნახეთ როგორ ჩამოდის ახლა შევამჩნიე ხელებს რო ვიწვავდი ნახეთ როგორ იტირა ამ სანთელს ისე რა ახასიათებს ნახეთ იტირა ესე იგი სისხლით ნათესავები ხო ხვდებით არა სხვა ვინ იქნება ახლა გასაგებია მეგობრებო გასაგებია როგორ ჩხუბობს ძალიან ჩხუბობს ნახეთ როგორი კაუჭია ნახეთ და ორი ენა აი ამ წუთასაც ნახეთ ორი ენა 1 2 ნახეთ ერთ ფითილზე თან დავიწვი გემრიელად აი ორი იყო ერთ ფითილზე ხედავთ რეები ხდება ეს სარკისებურად ეხა ვინც რა იკადრა ეს და მისდის რა გონიათ ვერ გავიგე ბუმერანგი არსებობს ბუმერანგი აქაც დაეწვეთა ნახეთ ხედავთ როგორ ესე იგი სერიოზულად ჩატარებულა რიტუალი მე ახლა ვაკვირდები რაღაც ერთ თქვენთან რო ვიყავი რა ნახეთ როგორ ჩატარებულა რიტუალი მიხვდით მეგობრებო აი ეს მინდოდა თქვენთან ერთად გამეკეთებინა და დანარჩენი
აი ეს ყველაფერი აქ ახლა გაიჭრება, აუცილებლად გაიჭრება. თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. ეს გაიჭრება, მეგობრებო. მე ახლა შემიძლია უკვე დაგემშვიდობოთ ერთი წუთით, აი სარკე გამოძრავდა. იცით რა მინდა? ბატონღაც მე მინდა რომ აი ბუმერანგი რა წავიდა. წაღანგი ვნახეთ, მაგრამ მაინც აბა ბუმერანგი ქალს მიუვიდა. ქალს მიუვიდა. უყურეთ შემოbrunება, რაღაცას ესე იგი, რასაც ვერ აკეთებდით და წაგართვეს, ხო? აი ეს აი ამ ქალს მიუბრუნდა, ქალს. ანუ ხურდის ვარიანტში მიხვდით? დაჩა, აი ხურდის ვარიანტში ვიღაცა ქალს მიუბრუნდა ბუმერანგი. აბა ეხლა მე სხვა ტაროზე მინდოდა და იმაზე ვნახავ. 3-ს ამოვიღებ. აბა 3-ს ამოვიღებ. აი ესე. ხელი არ დავიწვა. გამოგადგებათ ჩემი ლამაზი თითები მერე. ნუ უყურეთ, აი იქედან რომ აი ესეთიც გიშვერთ ვიღაცა, ხო? და იგივე ესე იგი მამაკაცი კალდუნი რა, ვინც გააკეთა, აჰა, კი. და უყურეთ სად დაეცა ხალხო ანთებულ სანთელზე თქვენ წინ ხდება, რეები ხდება, ხტუნაობენ, ესე იგი კალდუნი, ეს არის შეკვეთილი მაგია. სულს გასანთლდა და ნახეთ ანთებულ სანთელზე დაეცა. ნახეთ ანთებულ სანთელზე დაეცა. კალდუნი, ვინც გააკეთა, ეს ის არის. ჩემ დაცვებს ეპოპინება, აი აქ და დავდებ ჩემ დაცვაზე. კიდევ ის მიუბრუნდა. იცით რა არის? ვინც ეს მამაკაცს მიუბრუნდა ახალგაზრდა ბიჭს, ესეც ჩარეულია, რომ ესე იგი წაგართვათ ეს გამარჯვება, წაგართვათ ჯანმრთელობა, წაგართვათ თქვენი შესაძლებლობები, ზურგიდან გესხმით და ეს შეიძლება არც იცნობთ თქვენ, მაგრამ მაინც გესხმით. დიდი ხანია გესხმით. აი ესე გზებს გიჭრით, რასაც ქვია, რაც დაიწყეთ ის ეგრევე რომ გაგიფუჭდათ, აი ეს ვარიანტია და ამ ახალგაზრდა ბიჭსაც მიუბრუნდა, ესეც კალდუნია. და მესამე, 3, ნუ უფულობაზე, აჰა, ორივეს უფულობაზე, ესე იგი ფული ხო აიღეს, გადაუხადეს, ხო? და ამათ მიუბრუნდათ, ესე იგი, ბუმერანგები, მეგობრებო, მე ამებს ყველაფერს კარც გავწმინდავ, ნახეთ რა საინტერესოდ. მოდი ისა რა ქვია, ამათ მიუბრუნდა. მიხვდით ხო? ამათ მიუბრუნდა. და ვინ შეუკვეთა? შეუკვეთა, ნახეთ რა მოვიდა. სიკვდილის არხანგელი. ესე იგი, ჩვენ რო ყავს, რო ვამბობ ხოლმე გიხსნით, ესე იგი, ნახეთ წითელ სანთელს რა ემართება ხალხო. ნახეთ რა ემართება წითელ სანთელს. ნახეთ. გაგიჟდა წითელი სანთელი. ესე იგი, მეგობრებო, ვინ შეუკვეთა და ვისაც თქვენი სიკვდილი უნდა. დიდი ხანია ეს. წინაპრული ხაზია, მაგრამ პირდაპირ ვისაც აი პირდაპირ მტერი ისე არის, რომ თქვენ არ უნდა გადარჩენილიყავით, მიხვდით, ხო? აი რო არაფერზე, აი თავებს რო დადებენ, რო ამბობენ, რომ აი თავს დავდებო და ამას მაინც გავაკეთებო. აი ეგ ვარიანტია, მიხვდით და ეხა ეს აი აქაც ნახეთ როგორი აი აქაც ნახეთ რეები ხდება. ცხელია უბრალოდ აი აქ უკან. თქვენ ფორტუნაზე. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან იყო ნინია, ძალიან მიყვარხართ. ეხლა უკვე ცოტა რაღაცები საქმეები მქონდა პირადიც და ბევრი შეკვეთები მქონდა და ეხლა უფრო და უფრო ვეცდები რომ ხშირად გამოვიდე ხოლმე, მაგრამ მე არ ვიკარგები, სულ თქვენთან ვარ, მახსოვ ხართ მეგობრებო, ეს იცოდეთ, მახსოვ ხართ ყოველთვის და არ ინერვიულოთ არაფერზე, ბუმერანგი
თქვი, რომ არსებობს 40 დღე უნდა უყუროთ, თუ ჩააგდებთ ერთი დღეც, თავიდან უნდა დაიწყოთ. ვიზეც გინდათ უყურეთ, თავიდან თქვენ სახელს დაასახელებთ, ან მერე 40 დღე ვიზეც გინდათ და იმის სახელს დაასახელებთ. და ასე განაგრძობთ. იქნება გამოსასყიდი 17 ლარი, 17 ლარი, არც მეტი, არც ნაკლები და მომავალ შეხვედრამდე.